გამარჯობა, მეგი ბენია არის ჩვენთან ერთად, ქალბატონი მეგი, გახლავთ საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი, ბევრი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუმცა სამწუხაროდ ის დღეს აღარ არის შიგნით, არის გარეთ და თავის სპეციალობით განაგრძობს საქმიანობას, თუმცა გამოგვადგებოდა შიგნით, რა თქმა უნდა. და მჯერა რომ დადგება ის დღე, როდესაც ესეთი სპეციალისტები დაუბრუნდებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჩვენი საუბრის ძირითადი თემა ცხადია, არის უსაფრთხოების გარემოს შეფასება. რატო? იმიტომ რომ ჯერ ერთი წლის ბოლო არის, ამ წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ჩვენთვისაც და რა თქმა უნდა, ჩვენი სურათი მინდა რომ რაღაცა დიდ ჩარჩოშიც წარმოვიდგინოთ და დავანახოთ ჩვენს მაყურებელს, რომ კი ვართ რაღაცა პატარა ქვეყანა და პატარა წერტილი, მაგრამ თავისი ადგილი გვიკავია ამ დიდ სივრცეში და აი ამ ჩვენს ირგვლივ არც თუ ისე სახარბიელო ვითარება. მოდი დავიწყოთ იმითი რა არის დღეს ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევა და მე დავხატოთ ეს ყველაფერი დიდ სურათში როგორ გამოიყურება. დიახ. პირველში მადლობა მოწვევისთვის, მე ვფიქრობ, რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა, იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. სანამ ვისაუბროთ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, უნდა ვთქვათ, რა ხდება მსოფლიოში და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში. მე ვიტყოდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პირობებში, მას შემდეგ რაც ვთქვათ, გაცხადდა მათი, ყოველ შემთხვევაში არ არის ეს ძალიან ცხადი, ხო, რაღაცა ბუნდოვანება ახასიათებს, არის რაღაცა არაპროგნოზირებადობა, იმიტომ რომ ფიგურაა, ხო, დონალდ ტრამპი ასეთი. მიუხედავად ამისა, გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ მათი სურვილი არის, რომ ნაკლები ჩართულობა ქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროპის უსაფრთხოებაში და ზოგადად ევროპულ საქმეებში, ხო? ეს რა მოცემულობაში გვაყენებს ახლა ჩვენ დიდი ხანია ვთქვათ საუბრობთ იმაზე, მათ შორის 2022 წლის 24 თებერვლიდან, როდესაც რუსეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, რომ უკვე იცვლება ის არსებული საერთაშორისო დღის წესრიგი, მაგრამ დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ არსებული საერთაშორისო დღის წესრიგი განსაკუთრებით ევროატლანტიკურ სივრცეში იცვლება და აღარ იქნება წარმოდგენილი იმ ფორმით, რა ფორმითაც აქამდე იყო. რა ფორმას მიიღებს ეს, ამაზე საუბარი არის ძალიან რთული. ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, ჩვენ შეიძლება რაღაცა ისინი რა ქვია, სცენარები დავხატოთ და ვიფიქროთ რაღაცაებზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს რა მოცემულობას მიიღებს და რა ფორმით იქნება წარმოდგენილი, ამაზე საუბარი ამ ეტაპზე ძალიან რთულია. ანუ მსოფლიოს უსაფრთხოების დღის წესრიგი, როგორიც ჩვენ ვიცოდით 2022 წლამდე, ასეთი უბრალოდ აღარ არსებობს და იკვეთება რაღაცა ახალი კონტურები. ან უნდა გამოიკვეთოს, ხო? სამწუხაროდ, ხო, კი, თუ აქამდე ჩვენ ვიცოდით, რომ ეს საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო ხასიათდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობით და ამერიკის შეერთებული შტატები გვევლინებოდა როგორც ბასტიონი, თქვა, დემოკრატიის, ლიბერალური ღირებულებების და ზოგადად გარანტი, ხო, იმ დღის წესრიგის, რაც ჩამოყალიბდა ცივი ომის დასრულების შემდეგ, დღეს ეს ვითარება იცვლება. ახლა რა გავლენას ახდენს ეს საქართველოზე, ხო? იმიტომ რომ საქართველოს ყოველთვის ისტორიულად აქვს ეს არჩევანი იყოს, აირჩიოს, თქვათ, ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის. სამწუხაროდ ეს არის ჩვენი გეოპოლიტიკური მოცემულობა, ჩვენი მდებარეობიდან გამომდინარე მათ შორის. ამ ეტაპზე გვიდგას ესეთი არჩევანი, ვიყოთ დემოკრატიული სახელმწიფოების გვერდით თუ ავტორიტარული სახელმწიფოების გვერდით. ჩვენ ამ ეტაპზე წესით ჩვენ რო ვიყოთ მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს საგარეო პოლიტიკა მუშაობდეს ისე როგორც ის წესით და რიგით უნდა მუშაობდეს და იმსახურებოდეს ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, რომ ამ ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაში, რომელიც ყალიბდება ევროპაში, ჩვენ ვიპოვოთ საკუთარი ადგილი. ანუ ჩვენ ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს გვერდით. სამწუხაროდ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ და ვაკეთებთ აბსოლუტურ საპირისპიროს, რაც საბოლოო ჯამში ჩვენ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების პირისპირ აბსოლუტურად მარტოს დაგვტოვებს მოკავშირეების გარეშე. აი ეს არის ის ფართო კონტექსტში ის საფრთხის წინაშეც დგას დღეს ქართული სახელმწიფო და ზოგადად ქართული სახელმწიფოებრიობა. ის კონტექსტი, რომელიც იცვლება და რასაც თვალყურს ვადევნებ, ძალიან დინამიკურად ყალიბდება და პრინციპში თითქოს არის რაღაცა კონტურები, მაგრამ თითქოს არც ესე კონკრეტულად არ არის, ასე ვთქვათ, მოხაზული. რა შეიძლება შეიქმნას, როგორ შეიძლება რაღაცა ეს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა შეიქმნას ევროპაში და მართლა რა როლი ექნება ამ ყველაფერს თვითონ კონტინენტზე და შესაბამისად მე ჩვენზე რა გავლენას მოახდენს ეს? დიახ, ეს პირველ რიგში აქ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ნატო როგორც ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია ესეთი, რომელიც
პირდაპირ ემსახურებოდა ხო, ანუ ატლანტიკის იქითა მხარეს და აქითა მხარეს გაერთიანებას. ეს ამ ფორმით საერთოდ იარსებებს თუ არა, იმიტომ რომ ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ახლანდელი ადმინისტრაციის მიდგომა, რომელიც ძალიან სკეპტიკურად უყურებს ნატოს ზოგადად ევროპელ მოკავშირეებს და ეს ასახა თავის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშიც, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ გვაქვს ამერიკული ინსტიტუტები, მაგალითად აი გუშინ გავიდა ხო კონგრესში სენატში გავიდა ეს თავდაცვის ბიუჯეტის აქტი, ანუ ყოველწლიური, სადაც პირდაპირ უზღუდავს კონგრესი ამერიკის ესე იგი ეხლა უკვე ომის დეპარტამენტს, ხო პენტაგონს უზღუდავს, რომ მან შეამციროს ჩარების რაოდენობა ევროპაში, დახუროს ბაზები და რა ვთქვათ, ასე შემდეგ. ზოგადად და რაც ყველაზე მთავარია, ხო, მან ისინი აპირებენ, უყურშოში ესე გავრცელდა, რომ ევროპული სარდლობა დაუქვემდებარონ რაღაც ახალ სარდლობას, ხო, საერთაშორისო სარდლობის სახელით და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ევროპის სარდლობის მეთაური მოგეხსენებათ ყოველთვის იყო ნატოს გაერთიანებული სარდლობის მთავარსარდალი, იგივე გენშტაბის უფროსი და აი ეს აუკრძალა სწორედ კონგრესმა, რომ აი ამ თანამდებობას არ უნდა შეეხოს პენტაგონი მანამ სანამ ის არ წარუდგენს შეფასებას, რომ ამის საჭიროება კრიტიკულ რაოდენობასაც ხო რაღაც 76,000-ზე არის საუბარი, კი, ანუ რაღაცა ზღვარი დაუწესა, რომლის ქვემოთაც ჩამოსვლა არ შეიძლება თუ არ წარადგენს შესაბამის შეფასებას. ხო, ეს რატომ არის ახლა მნიშვნელოვანი, ხო? აი ეს გამოწვევა არის ევროპელი მოკავშირეებისთვის, ხო, აი როგორ გააგრძელონ, ასე ვთქვათ, ოპერირება ამ ახალ მოცემულობაში, როდესაც ერთი მხრივ უმაღლესი ლიდერი, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც არის რეალურად გადაწყვეტილების მიმღები, სხვა პოზიციაზეა, იქ არის თვითონ შიგნით რაღაცა ტიპის შეიძლება ჯერჯერობით არ ჩანს ეს განხეთქილება, მაგრამ უფრო მომავალში ალბათ ახალი წლიდან თქვენ სწორად ახსენეთ, ახალი წლიდან უფრო დავინახავთ, ხო, ეხლა ეს არის პირველი ნაბიჯი წინააღმდეგობის ამერიკული ინსტიტუტების, ხო, აი ამ რაღაცა ასეთი ტიპის მართლობის წინააღმდეგ და პრინციპში რაც იყო ჩადებული, ხო, ამერიკის შეერთებული შტატების დაარსების ისტორიაში და რასაც ვეძახით, ხო, ეს დამფუძნებელი მამების მთელი იდეები რაც იყო ჩადებული ამ ყველაფერში და მეორე მხრივ გვაქვს ეს ევროპელი მოკავშირეები, როგორც აღვნიშნე, რომლებმაც უნდა იპოვონ გამოსავალი ამ სიტუაციიდან. მათ აქვს ძალიან რთული ამოცანა დასახული და ეს ჩანს კიდევაც, იმიტომ რომ მათ უწევთ ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობა, ხო? ერთი მხრივ მათთვის აუცილებელი არის, რომ დაიცვან უკრაინის ინტერესები და უკრაინის უსაფრთხოება, იმიტომ რომ სწორად აღნიშნავენ, რომ ეს არის ევროპის უსაფრთხოება, იმიტომ რომ თუ უკრაინას ახლა ისინი მიატოვებენ და მხარს არ დაუჭერენ, ნამდვილად შემდეგ ის ამიზნე იქნება უშუალოდ ევროპა, როგორც აღნიშნე კიდევაც რუტემ და მათ შორის მერცი აღნიშნავს ამას, ხო, გერმანიის კანცლერი, ეს ნამდვილად ასეთი რეალობაა და ამავდროულად მათი ტრადიციული მოკავშირე, რომელიც გვევლინებოდა ევროპული უსაფრთხოების გარანტად, არის განზე გამდგარი და მათ უწევთ რაღაცნაირად მასთანაც ურთიერთობების დალაგება და საერთო ენის გამონახვა, რაც მათთვის არის აბსოლუტურად ახალი რეალობა და მეორე მხრივ ამ უზარმაზარი საფრთხის შეკავება, რომელიც მოდის რუსეთის მხრიდან. და ისე აღმოჩნდა, რომ თითქოს აი ამ ევროპას უწევს ახლა თქვათ რუსულ-ამერიკული კავშირების და მოლაპარაკებების რაღაცნაირად შეკავება და რამდენიმე ფრონტზე ოპერირება, ხო? ეს არის ძალიან რთული მათთვის. რა მოცემულ შედეგს მივიღებთ ამისგან და რა იქნება თქვათ ის საბოლოო პროდუქტი, რომელიც იქნება ევროპულ საფრთხოებაში, ხო, ამ ახალ არქიტექტურაში, რომელზეც ვსაუბრობთ. ამაზე საუბარი ძალიან რთულია. მე ვისურვებდი, რომ ეს არ იყოს რაღაცა ევროპული ავტონომია და ვისურვებდი, რომ მაინც მოვლენები ისე განვითარდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დარჩეს ლიდერად სოფლიოში და მათ შორის ევროპის უსაფრთხოებაში საკუთარი როლი შეასრულოს. შეიძლება რაღაცა მოდიფიკაციით და შეიძლება ისე არა როგორც ადრე, მაგრამ მაინც ევროპელ მოკავშირეებთან იყოს და ეს ტრანსატლანტიკური ერთობა შენარჩუნდეს. თუმცა იმას, რასაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ხო, საბოლოო პროდუქტს, ასევე ჭირდება ლიდერი. და ამაზე რამდენჯერმე მისაუბრია და ეს ლიდერი ძალიან საინტერესოა, ვინ იქნება, ხო? იქნება ეს დიდი ბრიტანეთი, თუ იქნება ეს გერმანია. ხო, ანუ აქ საუბარი ახლა აქ არის, მე მგონი, ამ ორ სახელმწიფოს შორის, ხო? ერთი მხრივ დიდი ბრიტანეთი, რომელსაც ვთქვათ, გერმანიის როლი ახლა ჩემი აზრით იმიტომ წამოიწია, რომ გერმანია განსხვავებით ბრიტანეთისგან არის როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე ნატოს წევრი. შესაბამისად, მათ შორის ამ მიმდინარე მოვლენებზე, ხო, ეს საფრთხეები, რაც არის, ხო, არატრადიციული საფრთხეები, რაც მოდის რუსეთის მხრიდან, თანამშრომლობა არსებობს ევროკავშირსა და ნატოს შორის. და ამ რაღაცა გამაერთიანებლის როლი შეუძლია გერმანიას ითამაშოს. დიდ ბრიტანეთს შეუძლია ამასთან დაკავშირებით მას მხარდაჭერა აღმოუჩინოს, ხო, მაგრამ აი ესე ძალიან საინტერესოა. საფრანგეთი?
ხო, საფრანგეთის პოზიცია მიუხედავად იმისა, რომ ემანუელ მაკრონი რაღაც განცხადებებს აკეთებს, თქვათ, მისასალმებელია მისი განცხადებები, მაინც ვერ ვხედავთ მათ აქტიურ როლს, ისეთ როლს ყოველ შემთხვევაში, როგორცაც გერმანია თამაშობს და როგორი გამბედავით, მოდი ასე პირდაპირ ვთქვათ, აღმოჩნდა გერმანია განსხვავებით წინა წლებისგან, განსხვავებით იმ პერიოდისგან, როდესაც მერკელი იყო კანცლერი. და ვიცით ჩვენ მათ შორის საქართველოსაც უშლიდა ეს ხელს გარკვეულწილად არა პირდაპირ ის რომ მათი პოლიტიკა იყო აბსოლუტურად განსხვავებული. ბოდიში მეგი რა მინდა გკითხოთ, ჩაგეჭრებით თუ შეიძლება. სუსტი ევროპა. რამდენად მოწყვლადი იქნება? ანუ მესმის ჩემი კითხვის აბსურდულობაც ამ მიმართებით, რომ ანუ სუსტი ცხადია მოწყვლადი იქნება, მაგრამ რო წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ კი ევროპის პოზიციები შესუსტდა. ანუ გვარიანად შესუსტდა, ხო? ხო, სუსტი ევროპა არის ის, რაც რუსეთს აწყობს და ის რისკენაც რუსეთი ისტრაფვის და პრინციპში ის აქტივობები, რასაც ის ახორციელებს, განსაკუთრებით რომლებიც გააქტიურდა 2022 წლის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ანუ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, არის სწორედ ამას ემსახურება, რომ შესუსტდეს ევროპის პოზიციები. ნუ იქ ბევრი სხვადასხვა მიზეზი არის და მიზანი, მათ შორის ის, რომ გავლენა იქონიოს, თქვათ, ევროპულ საზოგადოებებს და მათ შეამცირონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ის განსაკუთრებით განპირობებული იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ შეასრულა ის ამოცანა, რაც ჰქონდა დასახული უკრაინასთან მიმართებაში, თქვათ, 3 დღეში ვერ აიღო უკრაინა და გამოავლინა, თქვათ, მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციამ ისეთი სერიოზული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მოახერხა დასავლელი მოკავშირეების გაერთიანება, რაც სხვათა შორის იყო უპრეცედენტო, იმიტომ რომ ეს არ მომხდარა არც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და არც ყირიმის ანექსიის დროს, სხვათა შორის, იმიტომ რომ ყველაზე დიდი პრობლემა იყო სწორედ ამ მოკავშირეების გაერთიანება ერთი საფრთხის წინააღმდეგ. მაგას მათ შორის იგივე რატომაც ხალხს უსვამთ ასე ხშირად გერმანიის პოზიციას, ესეც განაპირობებდა, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო გერმანიის დაყოლიება ამ ერთიანობაში. ეს მოცემულობა შეცვლილი იყო, ბაიდენის ადმინისტრაციამაც ბევრი იმუშავა ამაზე და ეს რაღაცნაირად მოახერხა. ახლა რუსეთი ამ თვალსაზრისით ხედავს საფრთხეს, რომ მას ეგონა რომ დაშლიდა ამ ერთიანობას, მას ეგონა რომ პასუხი იქნებოდა ისეთივე, ან უბრალოდ პასუხი არ იქნებოდა, როგორც 2008 წელს ან 2014 წელს, მაგრამ რეალობა იყო აბსოლუტურად განსხვავებული, ამიტომ მას სჭირდებოდა ეს რაღაცა ქმედებები, რომლებიც გავლენას მოახდენდა ევროპულ სახელმწიფოებზე, ხო? აი მე იგიც მინდა რომ გკითხოთ რა რომ აი რა ქმედებები, რა ღონისძიებებს ატარებს და ხო რაში გამოიხატება. მივდივარ იქამდე ხო და აი დღეს მაგალითად ხო მაშინ ქრონოლოგიურად მივყვები, აი როგორც კი რუსეთის პოზიციები მცირდება, ანუ სუსტდება ბრძოლის ველზე უკრაინაში და უფრო და რის ხარჯზე სუსტდება ხო იმის ხარჯზე რომ დასავლეთი აწვდის უკრაინას სამხედრო შეიარაღებას ეხმარება ყველანაირად კი გასაგებია ხო უკრაინელების მომზადება აღმოჩნდნენ მართლა ძალიან კარგი მომზადებულები ხო სამხედრო თვალსაზრისით და შეძლეს იმ იარაღის მათ შორის ძალიან ჭკვიანურად გამოყენება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგალითები არის ამისი, მაგრამ როგორც კი სუსტდება რუსეთის პოზიციები, იმავე დროს ის იწყებს აი რაღაცა დესტაბილიზაციის ოპერაციებს, საბოტაჟის ოპერაციებს. ეხლა ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, პირველი რაც ინდიკატორი იყო, ხო 2022 წლის დან იწყება რუსეთის დიპლომატიური მისიების რაოდენობის შემცირება. ეხლა რატო არის ეს მნიშვნელოვანი? ხა ყველამ ძალიან კარგად იცოდა ყოველთვის, მაგრამ უკრაინის ომის შემდეგ ეს ღიად გახდა ცნობილი, რომ საელჩოები რუსეთისთვის ეს იყო ფაქტობრივად დასაყრდენი მისი სადაზვერვო ოპერაციების წარმოების. ფაქტობრივად აგენტები მუშაობდნენ რა აქ და დაზვერვის ოფიცრები იმ საელჩოებში. როდესაც მოხდა მათი რაოდენობის შემცირება, მას ფაქტობრივად დასაყრდენი აღარ ჰქონდა ევროპის ტერიტორიაზე. ამიტომ მას უწევს რომ მოიფიქროს ისეთი ქმედებები, როგორიც არის მაგალითისთვის პირველი ესეთი ცნობილი ფაქტი რომელიც დაიწყო და რომელიც ჩვენთვის გახდა ცნობილი ეს იყო აი ეს გზა რომელსაც გადის სამხედრო შეიარაღება ხო ნატოდან მოდის თუ ამერიკის შეერთებული შტატები უნდა შევიდეს პოლონეთის გავლით აი იმ გზებზე სათვალთვალო კამერებში დააფიქსირეს კიბერშეტევები და რაღაცა სხვადასხვა ქმედებები, რომლითაც რუსეთი ცდილობდა, რომ მონიტორინგი გაეწია, რა ტიპის შეიარაღება შემოდიოდა, როგორ შემოდიოდა და ასე შემდეგ. ეს ერთი მაგალითი. შემდეგ ეს დროთა განმავლობაში ეს ქმედებები გახდა უფრო მეტად, ასე ვთქვათ, ყოვლის მომცველი და უფრო რთული. აი მაგალითად 2023 წელს, როდესაც შვედეთი და ფინეთი უკვე საბოლოო ფინიშისკენ გადის, ხო, გაწევრიანების პროცესის, ნატოში გაწევრიანების პროცესის, იწყება მისთვის ძალიან ცნობილი
მიგრანტთა ხელოვნური მიგრანტთა კრიზისების შექმნის თემა ფინეთის საზღვართან, როგორც მან განახორციელა ჯერ კიდევ 21 წელს, დაახლოებით 21 წელი იყო, თუ სწორად მახსოვს, ყოველ შემთხვევაში ომამდე იყო ბელარუსი ბალტიისპირეთის საზღვრებს შორის. მაშინ ეს ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ გვახსოვს ძალიან კარგად გამოსვლები და საპროტესტო მოძრაობა მიმდინარეობდა ბელარუსში და ბელარუსს დაუწესეს სანქციები და ამის საპასუხოდ იყო ეს ქმედებები, ხოლო ამ ფინეთის შემთხვევაში იყო ნატოში გაწევრიანების საპასუხოდ. მე შემდეგ ფინეთმა ამის შემდეგ საერთოდ დახურა საზღვარი რუსეთთან. შემდეგ ომში, ანუ იქ 2024 წელს განსაკუთრებით იზრდება ეს ანუ ინტენსივობა ამ ოპერაციების. რატო იზრდება ახლა? პირველი ეს არის, რომ ბაიდენის ანუ ადმინისტრაციაზე არის სერიოზული ზეწოლა, რომ მან მისცეს უფლება შორს გასროლის რაკეტების გამოყენების უკრაინას. რა იქ იყო რამდენიმე იარაღი, რომელიც გადაცემული იყო უკრაინისთვის, უბრალოდ მას არ ჰქონდა უფლება, რომ ამერიკის ნებართვის გარეშე გამოეყენებინა. ამ პერიოდში რუსეთის მხრიდან ხდება შემდეგი ტიპის ოპერაციები, ეს არის ანუ მკვლელობის მცდელობა იყო გერმანიის რაინმეტალის ეს არის ქარხანა არის, ანუ უბრალოდ სამხედრო კომპანია, რომლის მეთაურის ის უნდათ მაგ ლიკვიდაცია დაახკვეთეს. ეს ღონისძიება, ეს არის ძალიან საინტერესო შემთხვევა, იმიტომ რომ ეს რაინმეტალი აღმოჩნდა ძალიან ესე იგი თანამშრომლობდა აქტიურად Lockheed Martin-თან, რომელიც ეს ფაქტობრივად ორი სამხედრო კომპანია იყო, რომელიც იარაღის მიწოდების თემაში იყო ჩართული და ასევე მანდ არის ძალიან საინტერესო ინციდენტი, DHL-ის ინციდენტი თუ გახსოვთ, როდესაც ამ DHL-ის ასე ვთქვათ, ამანათების საშუალებით უნდათ რომ რამდენიმე ევროპის ქვეყანაში აფეთქებები მოეწყოთ და წინასწარ მოახდინეს აღკვეთა ამ შემთხვევაში. ანუ ეს რომ განხორციელებულიყო, ეს ამანათები უნდა დაეტვირთათ, თვითმფრინავები უნდა დაეტვირთათ ამ ამანათებით და ფაქტობრივად ტერორისტული აქტი მოხდებოდა. კონკრეტულად საბოტაჟის და დივერსიის აქტები. ეს 2024 წელი და ბევრი სხვა მოვლენა იყო, მაგრამ ეს რამდენიმე ესეთი მაგალითი, რომელიც საგულისხმო იყო. განსაკუთრებით ასევე კიდე რასაც ყურადღებას არ აქცევენ და მე მინდოდა რომ ხაზი გამესვა ცალსახად, ეს არის ბირთვული დაშინების საკითხი. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ პირველივე დღიდან, როდესაც ვლადიმერ პუტინმა გააკეთეს თავისი განცხადება, ხო, აი ეგრეთ წოდებული სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ, ამ დღიდან იწყება ეს ბირთვული დაშინების. თქვენ თუ ამას იზამთ, ჩვენ იარაღს გამოვიყენებთ, ბირთვული იარაღს გამოვიყენებთ და ჩვენ ვართ როგორც თავის ოჯახიანი აძირნაედი, ანუ ბირთვული სახელმწიფო და ასე შემდეგ. ძირითადად ყოველთვის ეს ბირთვული დაშინება მათ შორის გარდა ამ საბოტაჟის ოპერაციებისა, რომელიც მე ვახსენ, ემთხვევა სწორედ აი ამ მოვლენებს. და როდესაც იტყვიან ეს სახელმწიფო პირები ამას, შემდეგ ეს პროპაგანდისტული მედია საშუალებები, სალავიოვი მაგალითად მარგარიტა სიმონიანი უკვე იწყებენ ამის რაღაცა ინტენსიურად გამოყენებას, რომ თითქოს დასავლეთს აშინებენ. ეს რისთვის არის ახლა მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება, რომელიც ამას უსმენს, ხო, დასავლეთში და რომ აქ კიდევ ერთი ფაქტორია მნიშვნელოვანი, დემოკრატიულ საზოგადოებებზეა ხო საუბარი, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, იმიტომ რომ დემოკრატია სწორედ მაგას ნიშნავს, რომ თუ არ მოგწონს, გადაარჩევ, ხო, თუ არ მოგწონს და ჩვენ ეს არჩევნებში ჩარევის ფაქტორებიც ვნახეთ ხო ევროპის მასშტაბით და აგერ ბოლო არჩევნები იყო მაგალითად გერმანიაში, ეს ADF-ი როგორ ვთქვათ, პოპულარულობას იწენს. ეს არის ამაში გამოიხატება ეს რუსეთის გავლენის ოპერაციები. და ბირთვული დაშინების საკითხი მაგალითად, აი ორეშნიკის გამოცდა ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ბაიდენმა საბოლოო ჯამში მისცა უფლება უკრაინას, რომ გამოეყენებინა ეს შორი მოქმედების რაკეტები. და ეს არის ფაქტობრივად კავშირი არის ამასთან. ეხლა რა ხდება 2025 წელს, ხო ესე ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ. 2025 წელს, ესე იგი, მოდის ასპარეზზე როგორც ახსენეთ დონალდ ტრამპი და მას აქვს ესეთი სურვილი, ნუ მიზანია თუ სურვილია, ეს კიდე გასარკვევია, რომ რაღაცა გახდეს მშვიდობის მყოფელი და რაღაცა მშვიდობა დაამყაროს სოფლიოში და რაც შეიძლება მეტი ხელშეკრულება გააფორმოს. ამაზე რუსეთი იწყებს ძალიან კარგ თამაშს ამ ყველაფერზე და გამოსდის კიდევაც გარკვეულწილად, იმიტომ რომ აი ხა მაგალითად ალიასკის სამიტი ჩემი შეფასებით იყო ძალიან დიდი გამარჯვება რუსეთისთვის, იმიტომ რომ მან მოიხსნა ის იზოლაცია, რა იზოლაციაშიც იყო. ხა ჩვენ გვახსოვს მანამდე, რომ ლავროვისთვის სპეციალური დაშვება იყო გასაკეთებელი იმისთვის, რომ გაეროს ხდომებში მიეღო მონაწილეობა იქ. თქვათ ეუთოს ხდომები თუ იმართებოდა ან საგარეო მინისტრების შეხვედრა ხო მინისტერიალი რაღაც ისეთ ქვეყანაში რომელსაც არ უნდოდა ლავროვის მიღება, მას სჭირდებოდა კიდე ცალკე ნებართვა და აი ბევრი ესეთი შემთხვევა იყო და უცებ მოიხსნა ეს ყველაფერი და ამავდროულად
დაიწყო რაღაცნაირი გამოწვევები ტრანსატლანტიკურ ერთობაში, ხო? ის რასაც ახლა ვუყურებთ ჩვენ, ახლა დაიწყო ეს დაახლოებით რამდენიმე თვის წინ, ხო? რომ ევროპა არის სხვა პოზიციაზე, ამერიკის შეერთებული შტატები არის სხვა პოზიციაზე. ახლა რუსეთს რა თქმა უნდა რომ ეს ყველაფერი გამოიყენოს სათავისოდ, თავისთავად ცხადია და აქ იწყება გავლენის მოხდენის მცდელობა ევროპაზე. და იწყება ეს დრონების საკითხი, როდესაც ის რაღაც ასეულობის დრონი შედის პირველი იყო პოლონეთის ტერიტორიაზე. შემდეგ ფაქტობრივად ეს მოხდა დაახლოებით სექტემბერში და სიმართლე რომ გითხრათ, დღე არ გადის და დამეთანხმებით ალბათ, რომ ესეთი ინციდენტი არ დაფიქსირდეს ევროპის, ან კონკრეტულად საუბარია ნატოს წევრი ევროპელი მოკავშირეების თავზე. რაღაცა დრონმა არ გადაიფრინოს, რაღაცა საჰაერო სივრცის დარღვევა არ მოხდეს უკანონო და ასევე რაც ყველაზე მთავარია, რომ რამდენჯერმე დაიხურა, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ კიდევაც, რამდენჯერმე დაიხურა აეროპორტი, ოღონდ ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი აეროპორტები ევროპის დედაქალაქებში. ეხლა ეს მიუთითებს იმაზე, რომ მას უნდოდა რომ გავლენა მოეხდინა ევროპაზე, რომ მას რაღაცნაირად შეშინებოდა რუსული პოზიციის. იქ სხვათა შორის ეს ბირთვული თემა კიდევ ერთხელ შემოდის და ეს იარაღი რო გამოცა და თითქოს უნდა ეს გამოცდის კადრები არ გვინახავს. არ გვინახავს. კადრების დადგმაში სპეციალისტები არიან. მაგრამ ეგეც კი არ გვინახავს და იქ რაღაცა ის რა ქვია გერასიმოვის და პუტინის რაღაცა პატაკება ნახეთ, უბრალოდ უპატაკა და რო დავასრულოთ ეს თემა კიდე ერთი ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო, როდესაც აი ვარშავა ლუბლინის მატარებელში უნდა ყოფილიყო ასაფეთქებელი და ისევ მივდივართ ამ ტერორისტული აქტის მცდელობაზე და ისევ მოხდა ამ ყველაფერს აღკვეთა, მაგრამ ნუ კატასტროფა იქნებოდა ეს რომ მომხდარიყო და აი დაახლოებით რაღაცა ნოემბერში იყო ეს ფაქტი. საბოლოო ჯამში აი ეს არის აი ეს მოცემულობა რაშიც ვართ, ანუ ევროპა არის მუდმივი, აი ყოველდღიური, ასე ვთქვათ, შეტევის მსხვერპლი რა. ეს შეიძლება შეტევა არ იყოს უშუალოდ სამხედრო, ანუ პირდაპირ გაგებით, მაგრამ აი ესეთი რაღაცა პატარ-პატარა პროვოკაციები ზოგ შემთხვევაში გაცილებით დიდი, რომელიც თითქოს რუსეთის წოლს რომ აიძულოს მას შეიცვალოს საკუთარი მიდგომები და პოზიციები, მაგრამ ჯერჯერობით, რაც ჩვენთვის ასე ხარულა მედგრად დგას ევროპა და მანდ ბირთვულთან დაკავშირებით ერთი ძალიან დიდი თემა არის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც დაკავებული აქვს რუსებს და იყენებენ ფარად, ანუ იქიდან ბომბავენ უკრაინელების პოზიციებს იმ იმედით, რომ არ მიიღებენ საპასუხო დარტყმებს, ხო, ცხადია ახლა რომელი გიჟი დაარტყავს საპასუხო. ამ საერთაშორისო ფორმატებში, სადაც აი განსაკუთრებით უთოს ფორმატებში, ან მაგალითად იგივე ატომური ენერგიის სააგენტოს ფორმატებში ძალიან ხშირად იყო ხოლმე შემთხვევები, როდესაც აი პირდაპირ უკრაინას ადანაშაულებენ იმაში, რომ ის თავის თავს უტყამს თუ რაღაცა ეგეთი, ну კლასიკური რუსული ესეთი ვთქვათ მიდგომა. მეგი, რას უნდა ველოდოთ უკვე 20-26-ში, რამდენად გამოიკვეთება ეს ომი სადღაც უნდა დასრულდეს, ხო, რაღაცა პირობები და ხედავთ ახლა რომ მიდის რაღაცა მცდელობები, მოლაპარაკებების მუდმივი რეჟიმი, სადღაც წერტილი უნდა დაისვას რა. არ მინდა რაღაცა პროგნოზების გაკეთება, იმიტომ რომ ძალიან არასახარბიელო და უმადური საქმეა ამ პროგნოზების გაკეთება. ყველანაირი მაგრამის გარეშე. უბრალოდ საინტერესოა სად შეიძლება დაისვას ეს წერტილი, რა პირობებში შეიძლება დაისვას ეს წერტილი და როგორ შეიძლება რომ ევროპული უსაფრთხოება აიგოს და სად შეიძლება რომ გავიდეს მისი ზღვარი, აი ევროპული უსაფრთხოების ზღვარი. ძალიან საინტერესო რამ ვნახეთ რამდენიმე წლის წინ, როდესაც მაგალითად 2 წლის წინ, როდესაც ფინეთი და შვედეთი გახდნენ ნატოს წევრები და მაგალითად ბალტიის ზღვა გახდა ნატოს ზღვა, ხო? გასაგებია რომ ნატოს გამოწვევები აქვს და რაღაც აქამდეც ქონია საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაშინაც ქონდა გამოწვევა, მაგრამ ნუ რაღაცნაირად გადაურჩა, ხო, მაგ ამბავს. და აქ გვაქვს შავი ზღვა, ანუ ჩვენი შავი ზღვა, ჩვენი პირადი ინტერესის სფერო და საგანი, ჩვენი ოკუპირებული 200 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი აფხაზეთის, ჩვენი აფხაზეთის და რა თქმა უნდა ჩვენი საუბრის ძირითადი, ანუ ინტერესის სფეროც ეს არის, ხო? აი ეს მაინტერესებს შენი აზრი. ხო, პროგნოზების გაკეთება მithumedes დღევანდელ მსოფლიოში ძალიან რთული არის, მაგრამ როგორაც არ უნდა დასრულდეს უკრაინაში, ხო, ეს პროცესი და ყველამ ისედაც ძალიან კარგად იცოდა, ეხა ეს უბრალოდ ეს ისევ რუსებთმა მავნედ დაიწყო ამ თემის გამოყენება, თორემ ნებისმიერი ომი მთავრდება, ხო, მოლაპარაკებებით და მაგიდასთან და სამშვიდობო მოლაპარაკებით. ესე იქნება და უკრაინის შემთხვევაშიც ასე იქნება და სხვა ომის შემთხვევაშიც ასე იქნება, ხო? აქ უბრალოდ ჩვენთვის რა არის მნიშვნელოვანი, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ომი, ხო? და როგორი
სრული მოცემულობითაც არ უნდა დასრულდეს, მე იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ ის დასრულდება ნებისმიერი საუბარია სხვადასხვა უსაფრთხოების გარანტიებს და ასე შემდეგ, იმედი მაქვს, რომ დასრულდება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის შენარჩუნებით საერთაშორისო დაღიარებულ საზღვრებში. და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თუ ეს ასე არ მოხდა და დაიწყო იქ ვაჭრობა ტერიტორიებზე, როგორც მაგალითად ეს რუსეთს უნდა და მაინც ამერიკაც არ არის ხო წინააღმდეგი ამის, როგორც ყოველ შემთხვევაში აქამდე დავინახეთ, თუ ეს ასე გაგრძელდა, მაგ შემთხვევაში ეს იქნება პირდაპირ მწვანე შუქი იმისათვის, რომ საქართველოს შემთხვევაშიც, თქვენ ახსენეთ ოკუპირებული ტერიტორიები, ხო, საქართველოს შემთხვევაშიც ასეთი ტიპის გადანაწილება და განლაგება უფრო არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად სხვადასხვა რეგიონებში, სადაც არსებობს ესეთი ტიპის გამოწვევები, რომ მწვანე შუქი აინთება, რომ ნებისმიერ შეუძლია მოურიგდეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე, სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე, რაღაცა ის მე-19 საუკუნის რეალობა. სინამდვილეში 2008-ში დაირღვა საზღვრების, ევროპული საზღვრების ურღვეობის პრინციპი, ხო? ეხლა რაც შეეხება საქართველოს თემას, ხო, ეს საქართველოს ამ შემთხვევაში ჩემი აზრით მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით დასავლელი მოკავშირეები ვერ ხედავენ საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას სამწუხაროდ, საქართველოს აქვს ძალიან საკვანძო სტრატეგიული მნიშვნელობა ამ ყველაფერში, იმიტომ რომ თუ რუსეთი მაგალითად დაკარგავს ცოტა ნაკლებად სავარაუდოა, არ ვიცი, კიდევ ერთხელ პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია, დაკარგავს თავის პოზიციებს შავ ზღვაში. მაგ შემთხვევაში საქართველოს მნიშვნელობა გაცილებით უფრო იზრდება და ის უფრო მეტად შეეცდება, რომ საქართველოში ის პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს ქვეყანაში და რასაც მე პირდაპირ ვხედავ როგორც რუსეთის გავლენის ოპერაციების ნაწილს, იმიტომ რომ რუსეთი რეალურად იმით, რაც ქვეყანაში ხდება, ერთი ტყუის გასროლის გარეშე და ეს არის პრინციპში გავლენის ოპერაციების მიზანი, ახერხებს ქვეყნის საკუთარი გავლენის სფეროში დაბრუნებას და პირდაპირ, ასე ვთქვათ, სამშვიდობო ოკუპაციას, მოდი ასე ვთქვათ, როგორც მაგალითად, ახლა ჩვენ გვემუქრება იმის საფრთხე, რა საფრთხეც იყო ბელარუსში, ახლა ბელარუსიზაციას, რასაც ეძახიან, ხო, ეს ხშირად ამას ადარებენ, როგორც ვთქვათ, პროტესტის თვალსაზრისით. მე ბელარუსს ამ პროტესტის თვალსაზრისით არ შევადარებდი საქართველოს. მე უბრალოდ შევადარებდი იმ საფრთხის თვალსაზრისით, რის საფრთხის წინაშე ჩვენ ვდგავართ. ეხლა რას ნიშნავს ეს მშვიდობიანი ოკუპაცია, ხო? ბელარუსის შემთხვევაში ბელარუსის ტერიტორია არის ფაქტობრივად რუსეთის ტერიტორია, უბრალოდ ქვეყანას აქვს ესეთი დე იურე სუვერენიტეტი, მოდი ასე ვთქვათ, მაგრამ დე ფაქტოდ ეს არის რუსეთის ტერიტორია და მას როგორც უნდა ისე იყენებს ამ ტერიტორიას. იგივე საფრთხის წინაშე ვდგავართ ჩვენ, მით უმეტეს ჩვენ შემთხვევაში გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ ვიცი რა მონაცემებია, მაგრამ დაახლოებით რამდენიმე წლის წინ ესე ვიცოდით, რომ 10,000-მდე სამხედრო არის განლაგებული ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როგორც აფხაზეთში, ასევე ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, ცხინვალის რეგიონში. ანუ ერთი მხრივ გაქვს სამხედრო ყოფნა, ტექნიკა, იქ ვიცით, რომ ჩამჩირის პორტს აშენებს, ვიცით, რომ ანაკლიაზე უარი ათქვამდეს ამერიკულ ინვესტიციას, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის და თუ ეს ასე გაგრძელდა, საქართველოს ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს შეიძენს, ეს იქნება რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დასაყრდენი იმისათვის, რომ მან ეს ძალთა ბალანსის თემა, რომელზეც ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, შავ ზღვაში შეინარჩუნოს და საქართველოს ენიჭება ამ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი და მნიშვნელობა რუსეთისთვის და ასევე უნდა გავითვალისწინოთ კიდევ სირიაში განვითარებული მოვლენები, როდესაც იქ რუსეთმა სირია პრინციპში რუსეთისთვის იყო არა მხოლოდ ის, რომ მან სირიაში გავლენა დაკარგა, არამედ ახლო აღმოსავლეთში კი. იქ ახლა რაღაცებს ცდილობს, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით არსებობს სხვა ქვეყნები, მაგალითად თურქეთი, რომელსაც აქვს თავისი ინტერესები, კიდე სხვა ქვეყნები, ამიტომ რუსეთს გამომდინარე იქიდან, რომ ის ძალიან არის დაკავებული უკრაინის საკითხით და ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ მისი, ესე იგი, ეკონომიკა მთლიანად არის გადასული, ხო? ანუ სამხედრო წარმოებაზე, შესაბამისად, ეხლა ჩვენ გჭირდება რაღაცა რესურსები, ხო, იმისათვის, რომ რამდენიმე ადგილას, რამდენიმე ფრონტზე მოახდინო ოპერირება და ამის საშუალება რუსეთს ამ ეტაპზე არ აქვს. შესაბამისად, საქართველოს ეს არის რაღაცა იაფი საშუალება იმისათვის, რომ შენის გავლენები რაღაცა ეტაპზე მაინც შეინარჩუნო, პლუს ასევე თუ გავითვალისწინებთ სომხეთის ფაქტორს, როდესაც სომხეთი მაქსიმალურად ცდილობს, რომ დასავლეთისკენ ძალიან ისეთი შემხვედრი და პროდასავლური ნაბიჯები გადადგას, ხო? და ასევე აქაც ამას აღვნიშნავდი, ამას პირველად ვამბობ სხვათა შორის და მედია მომეცემა საშუალება უფრო კარგად გავშალო შემდგომში, რაღაც არის სხვადასხვა ფორმატებში, რომ საქართველოს შემთხვევა, მე ვიტყოდი, რომ არის უნიკალური შემთხვევა იმ გაგებით, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მინიმუმ ის რუსეთის ეს გავლენის და მავნე ქმედებები, რასაც ის ახორციელებდა ამდენი ხნის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იმისათვის, რომ გავლენის სფერო შეინარჩუნებინა, აქამდე არ
მომხდარა, რომ ხელისუფლებაში მყოფი ძალა, რომელსაც ჰქონდა ლეგიტიმაცია, აქ საუბარი არის 2024 წლის 26 ოქტომბრამდე, სანამ რეალურად დადგა ლეგიტიმაციის საკითხი, ხო, მმართველი ძალის ის გამხდარიყო ამ გავლენის ოპერაციის განმახორციელებელი, ანუ ფაქტობრივად პროქსი ეგრეთ წოდებული, როგორც ვეძახით. ამიტომ მე ვფიქრობ, მე არ მახსენდება ის არც ბელარუსის შემთხვევაში, იმიტომ რომ იქ ლუკაშენკო აბსოლუტურად სხვა თემა არის, არც სომხეთის შემთხვევაში, არც მოლდოვა, არც უკრაინა. ნებისმიერი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყანაში, რომელიც ესე რუსეთიც ცდილობდა რომ რაღაცა თავისი უკრაინაში იანუკოვიჩი იყო. ხო, იანუკოვიჩი იყო, თუმცა მერაზე მაქვს საუბარი, რომ ხა იანუკოვიჩი პირდაპირ ღიად გამოდიოდა და ამბობდა, რომ არც ევროპა უნდა მან უარი თქვა ეს რაღაც მაშინ რა პროცესი, რასაც მოყვა პრინციპში ეს მაიდანი, ხო? მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ხა რა მოხდა? ჩვენ შემთხვევაში პირდაპირ ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა დაიწყეს იმ დეზინფორმაციული და საინფორმაციო ომის ნარატივების გავრცელება, რომლებსაც წლების განმავლობაში სახელმწიფო ინსტიტუტები ებრძოდნენ. ანუ მაგალითად ის, რომ საქართველოს დაიწყო ომი თქვა 2008 წელს, ანუ საქართველოს იყო დამნაშავე ამ ყველაფერში. მაგალითად ის, რომ ვარდების რევოლუცია სიტყვაზე რაღაცა გარეშე ძალის მიერ ანუ განხორციელებული ქმედება იყო. ეს ყველაფერი ხო პუტინის ნარატივი არის, ანუ პუტინი და ლავროვი და სხვა ოფიციალური პირები რუსეთში, რომლებიც ამას ამბობენ პირდაპირ რა, ამბობდნენ წლების განმავლობაში, ჩვენ ამას ვებრძოდით, ჩვენთვის ეს იყო სტრატეგიული ამოცანა და უცებ ტრიალდება სიტუაცია, როდესაც ჩვენ გვევლენება ძალა, რომელიც არის ხელისუფლებაში, პირდაპირ ამის გამავრცელებლად. და აქ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რატო ესე მინდოდა რომ ეს აღმენიშნა, იმიტომ რომ ხაზს უსვამს იმას საქართველოს მნიშვნელობას რა. და რამდენად არის, ესე იგი, პრაქტიკული თვალსაზრისით რუსეთისთვის მნიშვნელოვანი, რომ ძალიან იაფი დანახარჯებით, თითქმის დანახარჯის გარეშე ის ახერხებს აქ ამ ქვეყანაში გავლენის შენარჩუნებას და ამ ქვეყანაში გავლენის შენარჩუნებით საკუთარი პოზიციების გამყარებას როგორც ფართო შავი ზღვის რეგიონში, რომელიც სამხრეთ კავკასიასაც მოიცავს, ასევე, რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთშიც. და აღმოსავლეთ ევროპაში ცდილობს, ხო? ანუ ეს უნგრეთი იქნება თუ სლოვაკეთი იქნება თუ სერბეთი იქნება თუ სხვა ესენი ძალიან თვალსაჩინო მაგალითებია. პრინციპში გასაგებია, ანუ იდეაში, რა თქმა უნდა, ყველა ველოდებით რას, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების რაღაცნაირად გათავისუფლება მოხდეს და ცხადია, ეხა გულშემატკივრობ იმას, რომ ეს რომ მოხდეს, აუცილებელია, რომ ყირიმის გათავისუფლება მოხდეს, ხო, რომ მთელი ეს მონაკვეთი იყოს, ასე ვთქვათ, ძალთა ბალანსი აღდგეს უკვე რეგიონში. დიდი მადლობა, მეგი, საინტერესო საუბრისთვის და, რა ვიცი, წარმატებები. მადლობა.